Shimshilet Ariel Mikatadzis Shakris done კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა მაღაროელთა ცნობით, მისთვის სასწრაფო დახმარება არაერთხელ გამოიძახეს, თუმცა ის უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მაღაროელი მშრალ შიმშილობაზეა. ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127 და შიმშილობის მე-16 დღეა. ამ დროისთვის პროტესტის უკიდურეს ფორმას 7 ადამიანი მიმართავს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მშრომელთა პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯორჯიან მანგანეზმა, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობაში აჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ჭიათურელმა მაღაროელებმა არაერთხელ მოითხოვეს ოცნების მთავრობასთან შეხვედრა, მათ შორის თბილისში გამართული აქციით, თუმცა უშედეგოდ. ნანო ჩაკვეტაძე ესაუბრა მაღაროელებს, ის აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ლუკა, ჭიათურაში მაღაროელები განაგრძობენ პროტესტს პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების გათავისუფლების მოთხოვნით, მათგან 2 უკვე მე-13 დღეა მშრალ შიმშილობაზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვებთან ერთად უარი თქვეს ყოველგვარი სითხის მიღებაზეც. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმე და რთულია, მედიკოსების შეფასებით კი მშრალ შიმშილობაზე მყოფი ტარიელ მიქაცაძის სისხლში კრიტიკულად დაბალია შაქრის დონე. მშრალ შიმშილობაზე მყოფი ორივე მაღაროელი ამ დრომდე უარს ამბობს გადასხმის ფორმით მინიმალური რაოდენობის საკვები დანამატებისა და სითხის მიღებაზე. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს. ჭიათურელი მაღაროელები პირველ რიგში დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ, ასევე ძალაშია ის მოთხოვნები, რომლებიც უკვე 4 თვეზე მეტია დგას და სამწუხაროდ ამ დრომდე შეუსრულებელია. პირველ რიგში ჭიათურელი მაღაროელები კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამთვიანი სახელმწიფო დავალიანების გადახდას მოითხოვენ. სინამდვილეში ეს ანაზღაურება მათ ნამდვილად ეკუთვნით, რადგან ვიდრე კომპანია საქმიდან გავიდო და ის თავად დაჰპირდა მაღაროელებს კუთვნილი ანაზღაურების გადაცემას. ასევე ჭიათურელები მოითხოვენ იმასაც, რომ სახელმწიფომ დაფაროს უხელფასო და უსამსახურო დარჩენილი მაღაროელებისთვის საბანკო ვალდებულებებიც. მაგალითად, ამისთვის შეიქმნას მაღაროელების დასახმარებელი ფონდი. მაღაროელები ფორმულასთან ინტერვიუში ამბობენ, რომ ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება ზედმიწევნით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. თავისუფლება კანონოდ დაკავებულ ბიჭებს. ჩვენ აუცილებლად გავემარჯვეთ. თავისუფლება დაბადებული ბიჭებს და სოლიდარობა მას სიცოცხლის ბოლომდე მათ გვერდში იქნება. დღეს 127 დღე არის პროტესტის, მე-16 დღე არის შიმშილობის უკვე. რაც შეეხება ჩვენ მოთხოვნებს, ისევ და ისევ პირველ რიგში პირველი მოთხოვნა არის, რომ გაანთავისუფლოს ჩვენი უკანონოდ დაპატიმრებული თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები. დანარჩენს რაც შეეხება კონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და იყოს ის პირობები, რომ ვიცხოვროთ ამ ქალაქში და ვიარსებოთ ამ ქალაქში. პირველ რიგში სოლიდარობა ჩვენს 4 დაკავებულ თანამებრძოლს. ჩვენი შიმშილობის დაწყება, მშრალი შიმშილობის დაწყება არის რომ ჩვენი 4 თანამებრძოლი, ჩვენი თანაქალაქელი, ჩვენი მეგობრები გაანთავისუფლონ. ამისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და არ ვაპირებთ, დავნებდით. ეს უწყვეტი საპროტესტო აქციის 127 დღეა შიმშილობის მე-16 დღეა. შეგახსენეთ, რომ ადგილზე შიმშილობს 6 ადამიანი, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი, 2 მათგანი მშრალ შიმშილობაზეა, ტარიელ მიქათაძე და მირზა ლულაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძიმეა, რადგან თითქმის ტარიელის შემთხვევაში უკვე მე-13 დღე დაიწყო და მირზას შემთხვევაში უკვე 2 დღეა, რაც უწყო შიმშილობაზეა და შაქრის მაჩვენებლები მათ ორგანიზმში უკვე კრიტიკულ ნიშნულამდე დავიდა. ჩვენი შიმშილობის მიზანი და მთავარი მოთხოვნა არის ჩვენი უსამართლოდ დაკავებული 4 თანამებრძოლის განთავისუფლება. ვეწინააღმდეგებით იმ უსამართლობას, რაც ზოგადად თვითონ ჭიათურაში არის კომპანიის მხრიდან წამოსული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს უსამართლობა. არ შევჩერდებით მანამ, სანამ ჩვენი 4 უსამართლოდ დაკავებული მეგობარი ციხიდან არ გამოვა.
მას შემდეგ, რაც ჯორჯიან მანგანეზმა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი სამუშაოების წარმოება შეწყვიტა და იქ ახალი დამსაქმებელი გამოჩნდა, მან მაღაროელებს თავისი კონტრაქტი შესთავაზა თავისი მიკერძოებული პირობებით. მაღაროელების ნაწილი უარს ამბობს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს, რადგან ფიქრობენ, რომ კონტრაქტის პირობები დამსაქმებელზეა მორგებული და დასაქმებელს ღირსეულ სამუშაო გარემოს არ უქმნის. თანაც მათთან ჯერ ანგარიში აქვს გასასწორებელი წინა დამსაქმებელს ჯორჯიან მანგანეს. ამ მონაცემებით პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას ჭიათურაში 7 მაღაროელი მიმართავს, 3 მათგანს კი პირი აქვს ამ დრომდე ამოკერილი. პატიმრობაში რჩება 4 მაღაროელი, ისინი პოლიციამ 29 აპრილს დააკავა. მშრომელებს მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობასა და თავდასხმას ედავებიან.